ოხანაშვილს, დინარაძეს, კობახიძეს ბოდიში უნდა ვთქვა, ძალიან მწუხვარ, მაგრამ მიწევს რომ თქვა. თავისნაირი ქვეშაფსია და პროჭები გონია ყველა. ლაშა ცანავას, ჩემს მეგობარს, ადამიანი, რომელიც ჩემს უსაფრთხოებას იცავდა და სადაც იყო ჩემი შუბლი და კისერი, იქ იყო მაგის მუშტი. ტიტუშკების თავდასხმა, ქვების სროლა, ვიღაცის მოგზავნა, კვერცხის სროლა, ქვის სროლა, ჩემს გვერდში იყო ყოველთვის ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეგობარი, ჩემი თანამებრძოლი ლაშა ცანავა. თქვენ გახსოვთ რომ სანამ ცანავას დააკავებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე დაწერეს რომ ლევან ხაბეიშვილის თვის ციხის კარი გაიხსნა და ზუსტად იმ საღამოს მოიტაცა სუსმა ლაშა ცანავა და უნდა ესმოდეს საზოგადოებას რომ ბრალს რომელსაც ედავებიან თან თაღლითობის მცდელობას თაღლითობასაც არა სუსი არ აკავებს ამაზე ეს არ არის სუსის საქმე ეს არის პოლიციის საქმე თუმცა წაიყვანეს სუსში და დღეს ლაშა ცანავამ ვაშკაცმა კაცმა რომელიც ვერ შეაშინეს ვერ დააშინეს ვერც ბევრი ფული რო დაუდეს და უთხრეს რომ იცით რა აი ხა რაღაცა კადრები გვაქვს ჩვენ შეკერილი და აირჩი ან 9 წელი ან ხაბეიშვილს უთვალთვალე ჩაწერე გვითხარი სად გადაადგილდება კამერა დაიბნიე და ზდიე შენს მეგობარს იმისთვის რომ მე ჩვენ ფოხანაშვილმა ჯეკამ დინარაძემ და კობახიძემ ხაბეიშვილი დავიჭიროთ მოვყვეთ როგორი ბრუტალურია და როგორ აპირებს რაღაცა რევოლუციის მოწყობას და სხვათა შორის მე მაგავე ხმაში ამღერებს გარკვეულ ოპოზიციონერებს ძალიან შეგეშალათ ძალიან ჩემს გვერდში თქვენნაირი შიშრები მხდლები და პროჭები არ არიან ჩემს გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები ვაშკაცი ბიჭები და არა ერთი და ასე თავაწეულმა და ღირსეულად ლაშა ცანავამ თავისით გააღო თავისი საკნის კარი ცხადია მის ბრძოლას გავაგრძელებთ ჩვენ და ცხადია არავის არ ეშინია და მინდა მიმართო ბიძინა ივანიშვილს ბიძინა შეხომ გიყვარს ესე პაპანია წესაუბარი რაღაცა მოკრიმინალ ვითომ რომ ბიჭურ ხო მაგარი ბიჭი ხარ ხო დააყენე შენი ისენი რა ქვია ახალი ჯელი ისენი ქვეშაფსიები მოდი აბა შევერკინოთ თუ მაგარი ხარ ჩვენ ქართველი ხალხი და შენი რუსალკებით მოდი აბა თუ ერთი ადგილი გვაქვს დაგველოდე ბევრ დროს არ გთხოვთ აი 4 ოქტომბრამდე დაგველოდეთ 4 ოქტომბერს მივმართავ საზოგადოებას უმნიშვნელოვანესია არავინ არ დარჩეს სახში რაც უფრო მეტნი ვიქნებით მით უფრო მარტივად შვიდად დავამარცხებ და გაუშვებთ ამ ხელისუფლებას 4 ოქტომბერი არის გამარჯვების ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღი და რომ ეშინიათ ამ თარიღის უკვე ყველა კოჭებზე გეტყობათ ბიჭებო კოჭებზე ვერც ვერანაირ ბრალს ვერ შეთითხნით ვერც ციხის კარით ვერ დამემუქრები და მეცაც გეტყვით არ ვაპირებ არსად ციხეში წასვლას იქით ვეპატიჟები ფოხანაშვილის ჯეკას დინარაძეს სვეტლანას და კობახიძეს იმაში რა ქვია ციხეში იმიტომ რომ გაძარცვეს ქართველი ხალხი ბიძინა ხო გაქვს ერთი ადგილი ხო გჯერა საკუთარი რუსული გუნდის ხო და დაგველოდე შევერკინოთ 4-ში